რა ხდება ყოველთვის ინტერესდება ხალხის აზრით. ახლოვდება თვითმმართველობის არჩევნები და ჩვენ ვეცდებით გავიგოთ რა ხდება თბილისში. რა ხდებოდა 8 წლის წინ და რა ხდება ახლა. რა აწუხებთ, რა მოსწონთ და რა იდეები აქვთ ადგილობრივებს. ჩვენ ახლა ვიმყოფებით ფანას კერტელისა და ბახტრიონის ქუჩების დამაკავშირებელ სკვერში. გავიგოთ, რას ფიქრობს მოსახლეობა ამ სკვერთან დაკავშირებით. თუ გახსოვთ ადრე ამ სკვერის ადგილას რა სიტუაცია იყო სანამ გაშენდებოდა? როგორ არ მახსოვს, აქ იყო სულ ეკალ ბარდები. სულ მე ვამბობდი, აქ გზა იყო, ვითომ გზა იყო, სბილიკი. ხო და ზოგჯერ გავდივოდი ასე და ეკლებს ვეჭიდებოდი, რომ არ წავქცეულიყავი. ნეტა გაკეთდება ეს გზა მეთქი ვამბობდი. ალბათ გაკეთდება, მაგრამ მე ვერ მოესწრები მეთქი. და აგერ მოესწარი. მე არ მახსოვს, დავბერი 64 წლიან ვარ თბილისში. აქ გათხოვილი ვარ. არ მახსოვს ასეთი მთავრობა ყოლოდა თბილისს და ასეთი მერი. ნამდვილად ყველაფერი, რასაც ესენი აკეთებენ, არ გაკეთებულა მანამდე. მე რეგიონები ხო აყვავეს და აყვავეს, გზები ხო გაიყვანეს, რა გზები, ტუნელები ხო აქ თბილისში რამდენი რაიმე ვის გახსენებია მანამდე ეს, არავის არ გახსენებია. ბევრი მერი გამოცვლილა ჩემს სიბერემდე, ძალიან ბევრი, მაგრამ ასეთი მერი ქალაქში მე არ მახსოვს, ნამდვილად. აი შვილებს დავიფიცებ, რომ ნამდვილად არ მახსოვს. ჩვენ მაგათად ვაღმერთებით კახაკალაძეს, იმიტომ რომ ნამდვილად გასაღმერთებელია, ნამდვილად რაც მაგი შრომობს და რასაც მაგი დებს. მარტო ორბელიანი ეყოფა მაგას სხვა რო არაფერი. მარტო გუდიაშვილი რამდენი სკვერი, რამდენი რა. ერთხელ ამოვედი, რაღაც წელიწადნახევრის წინ და უცბად ადგილი აღმოვაჩინა მეთქია, თან მოკი ძალიან გვიყვარს და იმის მერე სულ გავდივართ. დილობით ძალიან მაგარია, ყოველ დილობით შეიძლება მოსვლა. დილობით არის ფანტასტიკა. და ხშირად დავდიოდით. ამ უბანში გაკეთებული სხვა პროექტი თუ იცი და რომელი მოგწონს განსაკუთრებით? ამ უბანში აი მთის ბოლოს არის ასევე პარკი გაკეთებული, იქაურობა ძალიან მაგარია. ის არის გაკეთებული სტადიონი, ნუ ეგ რაღაცა სკამებია ძალიან კარგად მოწყობილი და იქაურობაც მოწონს კი. თუ გახსოვთ, სანამ ეს სკვერი გაშენდებოდა, აქ რა სიტუაცია იყო მანამდე? საოცარი. ამისი გახსენებაც კი თუ ეს ასეთ ნიშნულში ვნახავდით, ამას ვერაფრით ვერ წარმოვადგენდით. მაგრამ ჩვენს საქართველოს ყავს ისეთი მერი, როგორიც არის კახი კალაძე, როგორც კი ჩაუდგა საქმეში, არც დაიგვიანა, არც გადაჭარბებული არაფერი არ გაკეთდა და აი ეს ძალიან მალე გაკეთდა და მთელი იმისი ფანას კერტელის ქუჩის ხალხი მადლიერებით გზნობით უყურებთ. მარტო აი ამას კი არა, მთელს თბილისში და მთელ საქართველოში აკეთებს ჩემი გოგო. ძალიან კარგი. აი ახლა აქ მოსული ვართ, ჩემი მეგობრებიც, აგერ მე 80 წელს გადაცილებული ვარ. მოვდივართ აქ დაველაპარაკებით ერთმანეთს. ყველამ ვიცით, რომ საღამოს ცოტა სიცხეა იცი შენ თბილისში, ამ როგორი სიცხე რაღაცა იყო. ხო და გამოვდივართ ასე დაახლოებით 5 საათის შემდეგ. ვჭდები და ერთმანეთს უზიარებთ იმ ყოფას, რასაც ქვია პოეზია, სიყვარული, სიკეთე, ბავშვებთან ყოფნა და ასე შემდეგ. აქ რო გამოვედით, აი ეს გორა სულ მოტიტულებული იყო. ეხლა რო უყურებთ, თითქმის ადგილი არ არის. საქმე მიდის წინ და ღმერთმაქნას რომ საქართველოში მარტო თბილისში კი არ მოხდეს ესეთი ამბავი. საქართველოს ყველა კუთხე და ყველა ადგილი იყოს დაცული და ყველამ შევიყვაროთ ის. თავარი რა არის, იცი, ადამიანებმა რისი შესაძლებლობებიც გვაქვთ ის რომ გავაკეთოთ და სიკეთით გამოვიყენოთ, ჩვენ აუცილებლად წინ წავალთ, რომ ერთმანეთს კი არ დაუწყო ჯიბრი, ის რა არის, უნდა ვიყოთ აი ასე. გვიყვარდეს ერთმანეთი, გვიყვარდეს პოეზია, გვიყვარდეს ისა და მე მგონი ჩვენნაირი არც საქართველოსნაირი არც ხალხი არის, არც ადგილია. თუ გახსოვთ, აქ რა მდგომარეობა იყო, მანამ სანამ სკვერი გაშენდებოდა? რა თქმა უნდა, აქ იყო ხევი, ნაგავი, ჩაყრილი, რაღაც მოკლედ ძალიან არასასურველი მდგომარეობა იყო და ეხლა ნუ აი ხედავთ თქვენც, რომ რამდენიმე წელია სულ აქ ვარ და აი ჩემს შვილიშვილთან ერთად. ყველა ასაკის ხალხს ვხედავ, პატარებს, ასაკოვანს, ბავშვებს, აგერ კალათბურთს თამაშობენ, სხვადასხვანაირად ერთობიან, მოკლედ ძალიან კარგი საქმე გაკეთდა ამ უბნის თუ გახსოვთ, სანამ ეს სკვერი გაშენდებოდა, აქ რა სიტუაცია იყო? საშინელი. ეცემოდა ადამიანი ფეხს იტეხავდა, რაღაცას იტეხავდა, გვეშინოდა, ვერ გავდიოდით აქეთ. ახლა ბაღმარანი იმისთან შედარებით არაჩვეულებრივი.
გულს უხარია ასეთი ის რო არის გაკეთებული ყველაფერი. გულს უხარია. ლოცავთ ამის გამკეთებელს. და უხარია ხალხს, უხარია კარგი ის გაკეთება ვის არ უხარია. ყველას უხარია. ბევრი კარგი კეთდება, ჩვენ ვიყვირს როგორ ასწრებენ ამას. ამდენ იმას სამუშაოს როგორ ასწრებენ. ძალიან ბევრი ეს არ ყოფილა 88 წლის ვარ. ხო და არ ყოფილა ასეთი ქალაქის მერი არ ღირსებია ქალაქს. ახლა რო არის მე ქალაქის. აი ამ უბანში გაკეთებული სხვა პროექტი თუ გახსოვთ რომ გაიხსენოთ და რომ ზევით ვიყავით ასუმის ზევით. სამი პროექტი ვნახეთ. აქ არა სადღაც ზღაპარში გეგონა თავი. ისე მოგვეწონა. აი აქ იყო ჩვეულებრივი ნაგავსაყრელი. გამოვლა შეუძლებელი იყო არამც თუ განტვირთვა დასვენებისთვის გამოსვლა. ასეთი ლამაზი პარკი, ასეთი ხარისხიანად გაკეთებული. ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა მინდა გითხრათ და ეს ლოკაცია კონკრეტულად კიდევ იმიტომ არის საინტერესო რომ ქვედა ქუჩას ანუ ბახტრიონის ქუჩას და ფანასკერტელს აკავშირებს უმოკლესი გზა და იმდენად უჭირთ ადამიანებს აი ამ გადატვირთული ტრანსპორტის პირობებში მოძრაობა და გადაადგილება დაკავშირება აი ამ ორ ლოკაციას შორის რომ ეს არის შესანიშნავი საშუალება ასე ლამაზად გაკეთებული არაჩვეულებრივი ბაღი და არა მარტო აქ მინდა გითხრათ ფანასკერტელის ქუჩაზე ზედა ლოკაციაზე არის კიდევ ერთი ძალიან კარგად გაკეთებული ბაღი მიუხედავად იმისა რომ ის მოწესრიგებული იყო ხელახლა კიდევ გაალამაზეს და ძალიან კარგი საშუალებაა იმისთვის რომ აი ამ ადგილობრივმა მოსახლეობამ განტვირთვისთვის გამოიყვანოს ბავშვები ათამაშონ არაჩვეულებრივი მოედანია პატარებისთვის და განვიტვირთოთ ჩვენს. აი პირადად თქვენ როგორ ატარებთ დროს აქ? შემდეგ მე პირადად პედაგოგი ვარ, აგერ ამ სკოლაში ვასწავლი 162 საჯარო სკოლაში. ჩვენი სკოლაც ლამაზდება. ჩვენი მერის, რა თქმა უნდა და განათლების სამინისტროს უშუალო მონაწილეობით და მხარდაჭერით და მინდა გითხრათ, რომ აი იმ გადაღლილი დღის რეჟიმის შემდეგ მე და ჩემი მეუღლე გამოვდივართ და აი აქ არაჩვეულებრივი საშუალება იმისთვის, რომ განვიტვირთოთ. ახლა ვიმყოფებით საბურთალოზე, წითელ პარკში. გავიგოთ, რას ფიქრობს მოსახლეობა ამ პარკთან დაკავშირებით. რაც ეს სკვერი გაკეთდა, შენი ყოველდღიურობა როგორ შეიცვალა, დროს როგორ ატარება? უფრო ვერთობი ხოლმე გოგობრებთან და ხან ამ პარკში ხვდებით ხოლმე, ხან აქაც ვთამაშობთ ხოლმე, ჩვენი ადგილები გვაქვს და უფრო მაგრა ვერთობით ხოლმე. და ძალიან კაია რომ ეს სკვერი გაკეთდა. ტრენაჟორებიც მომწონს, აი ეს სკეიტპარკი თუ რა არის, ზუსტად არ ვიცი, ეგეც მომწონს, სტადიონები და ეგეთი რაღაცები რა არის, ეგეც მომწონს და ყველაფერი მომწონს ამ პარკში რა მით უმეტეს. ანუ უფრო მეტი გასართობი არის და ანუ ბავშვები უფრო ერთობიან და რაღაც სასიამოვნო გარემოა რა. ისეთი გარემოა რომ ყველანაირად გაერთობი რა. რავი, ძალიან კაი ბუნება არის და ძალიან ლამაზია რა მოკლედ. ჩვენ ახლა ძველი დროიდან მოვდივართ და ამ ბაღს ერქვა წითელი ბაღი. წითელი ქვიშა ეყარა და ახლა რო სიტუაცია შედარებაც არ შეიძლება ახლა რა თქმა უნდა უკეთესია. გამწვანება არის არაჩვეულებრივი. ეს შადრევნებიც მოგწონს, სკამები და ყველაფერი რა, რაც ბუნებასთან არის დაკავშირებული და ეკოლოგიასთან ყველაფერი მოგწონს. რაც უფრო მეტი რეკრეაციული ზონა გვექნება, მით უფრო უკეთესი ქალაქისთვის და ყველასთვის. პირადად მე ამ სკვერთან ახლოს სწავლობ, იქით არის ჩემი სკოლა და როცა თავისუფალი დრო მაქვს, სულ გადმოვდივარ ხოლმე აქ მარტო და ჩემთვის ვზივარ ხოლმე და ვატარებ დროს ძალიან მომწონს ეს სკვერი. ამ სკვერს იმით გამოვარჩევ, რომ სულ რაღაც ისეთი წყნარი და მშვიდი გარემოა და ის სკოლის მერე თან დაღლილი რო ვარ, ძალიან შეუნებს ხოლმე აქ დროის გატარება. როგორ შეიცვალა შენი ყოველდღიურობა, რაც ეს სკვერი გაკეთდა, აქ დროს როგორ ატარებ? მე აქ ვაფშე არ ვცხოვრობ, მაგრამ ძალიან მომწონს ეს პარკი. იმიტომ რომ ხშირად ძალიან ცოტა ადამიანია აქ და მე არ მიყვარს როცა ბევრი ადამიანები არიან. ჩვენ ახლა ვიმყოფებით დიდი დიღმის მესამე მიკრორაიონში მდებარე პარკში და მოდით მოსახლეობისგან გავიგოთ, რას ფიქრობენ ამ პარკის შესახებ.
თუ გახსოვს, როგორ გამოიყურებოდა ადრე ეს ტერიტორია და ახლა როგორია შენთვის და შენს ყოველდღიურობაში რა შეცვალა ამ სკვერის გაკეთებამ? კი, ანუ რეალურად უბრალოდ დიდი მინდორი იყო, არაფერი არ ხდებოდა და ძალიან დიდი სივრცე იყო აუთვისებელი და ეხლა ძალიან კაი რეკრეაციული ზონა გააკეთეს, პარკი და აითვის ეს ტერიტორია და ძალიან კაია და მე ყოველდღიურად აქ გამოდივარ, მეგობრებს აქ ვნახულობ და არ იყო სხვათა შორის დიდი ღომში ეგეთ სივრცე დიდი, სადაც ყველა მხრიდან მოსახერხებელი არა მისვლა და ძალიან კაია. ტრამვაისთან დაკავშირებული პროექტი კარგი სიახლეა სხვათა შორის, უბრალოდ დიდი იმედი მაქვს, რომ ამჟამად როგორც არის მოძრაობას ხელს არ შეუშლის ეს სამუშაოები რა ტრამვაის გასაყვანი. ადრე იყო სუჭაობი აქ და მინდორი, ტრიალი მინდორი და შემდეგ გადაწყვიტეს რომ პარკი გაეკეთებინათ და ეხლა შედარებით კი არა 1000 ჯერ ძალიან მაგარი არის, უბრალოდ აი ჩემი აზრით ამ პარკს ცოტა ხეები აკლია რა. ეს პარკი სადღაც 2 წელია მგონი უკვე აქ გაკეთებულია და წინა წელს აი ყოველდღე აქ ვიყავით ბიჭების სულ აქ ჩვენი სამეგობრო ვინც ვიყავით და რავი ძალიან მაგრად ვერთობოდით ვაყავთ. ცოტა მაღლა ვცხოვრობ ჩვენ რა თვითონ ჩვენი სამეგობრო და იქ აკეთებენ ძალიან მაგარ პარკს. იქაც აი ჭაობი იყო, ტრიალი მინდორი იყო და ეგ ადგილიც ახლა მომზადებულია უკვე რომ აშენდეს ახალი პარკი და ძალიან მიხარია, იმიტომ რომ რაც უფრო ბევრი გამწვანე სივრცე იქნება ქალაქში, მით უკეთესია რა თქმა უნდა ჩვენთვის და ყველასთვის. ტრამვაის ხაზზე მე და ჩემი მეგობრები ვსაუბრობდით წეგან და ვფიქრობ რომ ძალიან კარგი იქნება, იმიტომ რომ ალბათ მანქანებსაც შეამცირებს მეტი საზოგადოებრივი ტრანსპორტი და აი ერთადერთი პრობლემა თუ არ იქნება ოღონდ აი საცობის მხრივ, იმიტომ რომ დიღომში ზედაც პატარა გზები არის. და რავი ტრამვაის ხაზის დამატებამ შეიძლება საცობი გამოიწვიოს და მაგას კაი დაპროექტება ჭირდება და თუ ყველაფერი კარგად იქნება, რავი, იდეალური იქნება ჩემი აზრით ეს პროექტი. თუ გახსოვთ, რა მდგომარეობა იყო ამ ტერიტორიაზე, ამ სკვერის გაშენებამდე და ახლა როგორი მდგომარეობა, როგორ მოგწონთ ეს სკვერი? მოკლედ, აქ იყო კერძო ტერიტორია, შემოფარგლული, ვერავინ მოსარგებლობდათ ამ ტერიტორიით, კერძო პირის გარდა. ეხლა კი ვხედავთ როგორც არის, ბავშვები აქ არიან, 24 საათი თითქმის აქ ხალხი სულ არის. არ ვიცი რა, მართლა ძალიან კარგად მოერგო აქაურობას, აქაურები სარგებლობენ და რაც თავარია ყველაზე მეტად ბავშვები ხალისობენ. ადამიანებმა ერთმანეთი უფრო მეტად გავიცანი და უფრო მეტი სიახლოვე გვაქვს და უფრო მეტი გამოსასვლელი მიზეზი აქვს გარეთ ბავშვებსაც და მოზრდილებსაც ესე ვიტყოდი, იმიტომ რომ ის და ღამის მონაკვეთში თითქმის აქ სულ არიან. თუ გახსოვთ ამ ტერიტორიაზე ადრე რა მდგომარეობა იყო და ახლა როგორ მოგწონთ სკვერი? მე პირადად როგორც მახსოვს, სადღაც 3 წლიდან განმოვედი. აქ პერიოდში უკვე იწყებოდა ეს მშენებლობა პარკის და იყო გაუდაბურებული სიტუაცია იყო აქ. და არანაირი ის არ იყო ისეთი პირობა, რომ ბავშვები ეთამაშათ ბავშვებს და რაღაცა ელემენტარული პირობა ქონოდათ და შემდეგ ნელ-ნელა მოეწყო, რაც კარგი არის არა მარტო ბავშვებისთვის, ჩვენთვისაც, იმიტომ რომ ელემენტარულად ფიზიკურ აქტივობასაც ვეწევით ჩვენს და გამოდივართ ხოლმე თავისუფალ დროს საღამოს და დავდივართ ხოლმე და ანუ ბავშვებისთვისაც ძალიან კარგია, მომზიდლებს ჩვენთვისაც ძალიან კარგი არის. რაც ყველაზე მთავარი არის, ვისურვებდი რომ თქვათ გაკეთდეს ცოტა განიტვირთოს მოძრაობის მხრივ, აი თქვათ ეხა მეტროს რო ამბობენ, ტრამვაის ხაზის გაყვანას რო ამბობენ, ეს ძალიან კარგი იქნება, იმიტომ რომ ელემენტარულად ეხა დიდუბესთან რო დაკავშირდება, მაინც განიტვირთება, შედარებით იოლი იქნება ჩვენთვისაც ხელმისაწვდომი იქნება, თქვათ მეტრომდე ხელმისაწვდომი გზა და მაგ ხრივ ანუ ძალიან კარგი პროექტი იქნება. ეხლა მეტროს პროექტი თუ განხორციელდება მომავალში, მაგაზე უკეთესი ვთქვათ ძალიან კარგი პროექტი იქნება და რა ვიცი, ჯერ ნახოთ, ეხლა თუ განხორციელდა ჯერ ეს ტრამვაის პროექტი, ძალიან პლუსი იქნება ჩვენი დიდი დიღმისთვის, იმიტომ რომ აი ახალი კორპუსებიც აშენდა, მოსახლეობაც მრავალრიცხოვდა და გადაიტვირთა სამანქანო მოძრაობაც და მაგ ხრივ ძალიან კარგი იქნება რა ეს. ძალიან კარგად მახსოვს ტერიტორია როგორ გამოიყურებოდა ადრე. ტერიტორიაზე იყო ძველი სტადიონი, იყო გასხვისებული და შემდგომ მოხდა რომ მერიამ დაუბრუნა დედაქალაქს. ძალიან ხშირად ჩამოვდივართ მეც და ჩემი შვილებიც. ჩვენი ერთ-ერთი დასასვენებელი სივრცე არის ჩვენი ახალი პარკი. რომ არ აღვნიშნო ბოლოდროინდელი ინფორმაცია, რაც ჩვენს ქალაქზე გავრცელდა და განსაკუთრებით დიდი ღომზე, ტრამვაი, რომელიც დიდი ღომს დააკავშირებს ცენტრალურ უბნებთან, ეს ვფიქრობ, რომ მეტად საჭირო ჩვენთვის ეხლამდელ დროში და მომავალთვის ყველაზე საჭირო იყო, რაც შეიძლებოდა რომ გაკეთებულიყო. მე ძალიან მოხარული ვარ ისე როგორც ჩვენი ქალაქის მაცხოვრებლები. ადრე იყო გაშლილი მინდორი, ანუ
არც ვეკარებოთ, იმიტომ რომ დაუსუფთავებელი ადგილი იყო. თავიდან ეხლა რაც დრო გადის ხეები, რაც იზრდება, ყოველ საღამოს აქვე შვილებთან ერთად. ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია ჩემთვის და ჩემი შვილებისთვის, იმიტომ რომ გასართობი ადგილია და საველოსიპედო ბილიკი, რომელიც თან ახლავს, ეს ძალიან მოგწონს მე და ჩემ შვილებს. ადრე იყო სტადიონი, ოღონდ არც საფარი ქონდა, არც ხელოვნური, არც ბუნებრივი შეიძლება ქონდა ადრე, მაგრამ მე ეკლებით იყო სავსე, თუმცა ხალხი მაინც საღამოობით აქ დავდიოდით და ესე განტვირთვის კუთხით ხმარობდით ამ ტერიტორიას და ეხლა რაც რა თქმა უნდა ეს სკვერი გაკეთდა თავისი გამწონებით და იმით ნამდვილად ბევრ ადამიანს ეხმარება ბავშვებს ეხლა ხო არის ოჯახები რომლებიც მაგალითად ზაფხულში ვერ გადიან ქალაქგარეთ ხო მე მგონი რომ ამ სკვერმა ძალიან დიდი შვებაბისა მაგ კუთხივ ეხლა მეც პირადად კი გავდივარ ქალაქგარეთ ხოლმე მაგრამ აი ასე საღამოობით გამოვდივარ და რა ვიცი განტვირთვის კუთხი ძალიან კარგია. თუ გახსოვთ, ადრე როგორ გამოიყურებოდა ეს ტერიტორია და ახლა როგორ შეიცვალა? კი, მახსოვს, აქ სუბალახი იყო და სტადიონს ეძახდნენ პროსტა. და მე აქ უნდა ეშენებინათ იდეაში კორპუსები. და ხალხის გადაწყვეტილებით ეს პარკი გაკეთდა. როგორ მოგწონს ეს პარკი? მომწონს ძალიან, სულ აქ ვარ ჩემი მეგობრები ზაფხულში. ძალიან კარგია ეს ტერიტორია, იმიტომ რომ ადრე საერთოდ გარაფერი არ იყო ამ ტერიტორიაზე. ეხლა გაგუშენეს ესეთი ლამაზი პარკი, უამრავი ადამიანი იყრის თავს, როგორც ძველი თაობა, ასევე ახალი თაობა. ძალიან მოგწონს, ძალიან ლამაზია და გაშენიან და თითქმის მთელი დიდი რიყომი. ყველანი აქ ვიყრით თავს, დიდები, პატარები, ძალიან მოგწონს აქაურობა და ძალიან სასიამოვნო ვატარებთ საღამოს ხოლმე აი ამ პარკში. ძალიან კარგი იქნება თუ ტრამვაის თემა გაკეთდება, ძალიან ჭირდება დიდი ღომს ტრანსპორტირება და ძალიან ვისურვებდით რომ ყოფილიყო ტრამვაი ჩვენს უბანში.